ქართული ოცნებისთვის დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მძიმე ამბავიც არის და მნიშვნელოვანიც. თუ კი გავითვალისწინებთ მას, ვისაც აქებს და მხარს უჭერს ამერიკის პრეზიდენტი და გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რომელსაც ჯიმ რიშთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერები აკეთებდნენ მთელი ბოლო წლის განმავლობაში. ჯიმ რიში არის გავლენიანი სენატორი, ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაზღვრავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ის არის წარმომდგენი მეგობარი აქტისა, რომელიც გულისხმობს საქართველოში კონკრეტული პირების დასანქცირებას და მათ შორის მაღალჩინოსნებისა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. მეგობარი აქტის განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება და ჩვენ ვნახეთ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჯიმ რიშს. აქებს სენატორს ამბობს, რომ მისი იმედი ამერიკელ ხალხს უნდა ჰქონდეს, რომ ის იცავს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგს ამერიკა უპირველეს ყოვლისა და რომ არასდროს დაგაღალატებთ, ასეთი სიტყვებია გამოყენებული ტრამპის მხრიდან ჯიმ რიშის მხარდასაჭერად და ამბობს, რომ მას აქვს მისი სრული მხარდაჭერა, რომ ხელახლა იქნეს ის არჩეული. არა და ჩვენ გვახსოვს, რამდენად ლანძღავდნენ და აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების ლიდერები ჯიმ რიშს მისი კრიტიკული პოზიციის გამო. ის აკრიტიკებს ქართულ ოცნებას და პასუხად გვახსოვს სიტყვები, როგორც მოიხსენიებდნენ ამერიკელ სენატორს ოცნების ლიდერები, მაგალითად კობახიძე, რომელიც ვიგინდარას უწოდებდა, ამბობდა, რომ მას არ ქონდა მაღალი კულტურა. საქართველოს მტრად მოიხსენიებდა მას კახაკალაძე, ამბობდა, რომ ეს არის თაღლითი და რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უნდა დაადასტუროს, რომ ეს თაღლითები ქართულ პოლიტიკურ სივრცეს მოშორდნენ და უფრო მეტიც გლობალური ომის პარტიის ნაწილად მიიჩნევდნენ ჯიმ რიშს იმის გამო, რომ ის აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. დღეს კი ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპი, ვისი იმედიც აქვს ქართულ ოცნებას, აქებს ჯიმ რიშს და ამბობს, რომ მას ექნება სრული მხარდაჭერა. ეს ბუნებრივია ქართული ოცნებისთვისაც არის არაპოზიტიურად მომასწავებელი, რომ შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდეს, რომ მხარდაჭერის ნაცვლად პირიქით სენატში მიიღონ მეგობარი აქტი, თუმცა ვიდრე ქართული ოცნება ამ ამბავზე ჩამოაყალიბებს საკუთარ მესიჯ ბოქს, ვნახოთ რას ამბობს, რას წერს დონალდ ტრამპი ჯიმ რიშზე. სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს. როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ამერიკა უპირველეს ყოვლისა დღის წესრიგისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგოდომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება. ამერიკის კონსტიტუცია და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით. სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის. ის გამორჩეული კაცია და არასდროს დაგაღალატებთ. ქართულ ოცნებას ჰქონდა იმედი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასა და საქართველოს შორის, ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყებოდა, რომ აღდგებოდა სტრატეგიული პარტნიორობა და ისინი ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის განცხადებებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ თითქოს ღირებულებათა თანხვედრა ერთმანეთში და შესაბამისად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა აღდგებოდა. თუმცა ახლა საინტერესოა, რას ფიქრობს ქართული ოცნება, რადგან ღირებულებათა თანხვედრის ნიშანი აქ უკვე აღარ არსებობს, რადგან ჯიმ რიში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს მტრად და ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა, ახლა მხარდაჭერილია დონალდ ტრამპის მხრიდან. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას თავიდანვე ეტყობოდა, რომ არასწორი გათვლები ჰქონდა, რომ ის ძალაუფლების შენარჩუნების თვის იყენებდა შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს თავის დროზე, იმისთვის
რომ ქვეყნის შიგნით მოეპოვებინა ამ მომრჩევლების მხარდაჭერა და ახლა მათი დამშვიდებისთვის ცდილობს, რომ შეერთებულ შტატებთან თანხვედრა აჩვენოს ამ მომრჩეველს, თუმცა ეს ცხადია, რომ ასე აღარ არის და ეს ცუდის მომასწავებელია მომდევნო დღეებისთვის, რადგან ჯიმ რიში შაჰინთან ერთად არის მეგობარი აქტის წარმოდგენის სენატში. ეს აქტი გულისხმობს ქართული ოცნების სანქცირებას ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო და არის მოსალოდნელი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ეს აქტი დამტკიცდება, რადგან მას ორპარტიული მყარი მხარდაჭერა აქვს სენატში. ხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც და ასეთი არის მათ შორის ბატონი რიში, ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება ქართული ოცნების მხრიდან ვერ მოხდება შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსების მეგობრები ვერ იქნებიან იმავდროულად ამერიკის მეგობრები. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუსტად აქვს დანახული ვინ არის. სენატორ რიშის მხარდაჭერა და იმავდროულად ის სრული ნდობა პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის არასწორ გათვლებს ძალაუფლების შენარჩუნების ფონზე აღადგინოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები და შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება ამ გზით. და ის კორიანტელი ლანძღვის, რომელიც მას სენატორ რიშთან დაკავშირებით აქვთ ნათქვამი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძიმედ შემოუბრუნდებათ მათ მეგობარი აქტით. ჩვენ ვეცდებით დღის განმავლობაში მოვისმინოთ ქართული ოცნების პოზიცია რა არის. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ მათ აქვთ ყველა მხრიდან და ყველა მიმართულებით მცდელობა, რომ ურთიერთობა აღადგინონ შეერთებულ შტატებთან, რომ მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰქონდა ინიციატივა შეხვედროდა ამერიკელ დიპლომატს რობინ დანიგანს და სხვა მხრივაც ცდილობენ, რომ კონტაქტი ჰქონდეთ და აქვთ ყოველ შემთხვევაში იმედი, რომ ეს ურთიერთობა აღდგება და ახლა საინტერესოა, რას ფიქრობენ დონალდ ტრამპის ამ ღიად გამოხატულ მხარდაჭერაზე იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალს დებდნენ, რომ ის ცდილობდა საკუთარი კრიტიკით ქვეყანა ჩაერთო ომში რუსეთთან. და იმედი გვაქვს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები საკუთარ პოზიციას უკვე ღიად გამოხატავენ.